კიდევ ერთმა კვირამ გაიარა და მოდით გადავხედოთ მოდულებისაგან აშენებულ სახლს. რა სტადიაშია ახლა. სხვათა შორის ეს სახლი ეკუთვნის ორგანიზაციას, რომლებიც ემსახურება ქალებს, რომლებიც აღმოჩნდნენ მოძალადე ქმრების მსხვერპლები. ანუ ძალიან კეთილშობილი, კარგი ორგანიზაცია არის, ძალიან კეთილშობილი მიზნებით. და აი ამ ქალებისათვის აშენებს აი ამ სახლს, რომ თავშესაფარი მისცეს ამ ქალებს. და ამ ორგანიზაციის მიზანია პირველი 6 თვე აღმოუჩინოს თავშესაფარი ასეთ ქალებს, ვიდრე ფეხზე დადგებიან ისე და საჭიროებენ რაღაც პირველ დახმარებას ცხოვრებაში და თავისი ადგილის მოძიებას, რომ თავიდან დაიწყონ ცხოვრება. აი, ჩარჩოებშია ყველაფერი. კი ბატონო. ალბათ იქნება ოთახები, სამზარეულოები, მაგრამ აი ესეთი გარკვეული მონახაზი არის. ამას ქვია ფრეიმინგი. მენე აქ გაიყვანება ელექტრობა, მე გაკეთდება დრაივოლი, ანუ კედლები. შეიღებება ეს ყველაფერი. შხაპის კაბინაც დადგა უკვე. როგორც ლეგო კეთდება, აი ეს ლეგოსავით შენდება სახლი. და საკმაოდ ეფექტურია და საკმაოდ კარგათაც კეთდება ეს ყველაფერი. ვიცი რომ საქართველოს ჩვენ სხვანაირად ვაკეთებთ. იქ მამა-პაპურად ვაკეთებთ ყველაფერს, საშვილიშვილოდ. მაგრამ აქ ასე კეთდება, ეფექტურია, სწრაფად კეთდება და მუშაობს. 6 ავტოფარეხი იქნება აქ, დარწმუნებული ვარ, 6 ბინა იქნება მინიმუმ ზემოთ. ანუ ეს იქნება ერთოთახიანი ბინები, მაგრამ ზუსტადაც ეს არის მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი მარტოხელა ქალისათვის იყოს თავშესაფარი გაკეთებული. აი ეს სახლი არის ასევე ამ ორგანიზაციის შენობა, რომელიც ასევე ემსახურება მოძალადე ქმრების მსხვერპლ ქალებს. არის თავშესაფარი. და აი გვერდით შეიძინეს მიწის ნაკვეთი. აქ იყო ძველი სახლი, დაანგრიეს ის სახლი და აშენებენ ახლა ამ შენობას. და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი რაც აქ შენდება არის შემოწირულებით აშენებული. ამერიკის საზოგადოება ესე არის მოწყობილი, რომ როდესაც თქვენ შემოწირულებს აკეთებთ, თქვენ შეგიძლიათ ეს ბეგარებიდან ჩამოწეროთ და ხარჯებში გაატაროთ. ამიტომ ძალიან დიდი წახალისება არის, რომ გააკეთოთ შემონაწირი.